მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დავბრუნდით შენი დილის მედგითთან ერთად. ყველა სკამი შევსებული შეგვიძლია თქვა და ნუცა ზურაბიანი. ნუცა მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა და რაღაც მომენატრეთ, იმიტომ რომ ერთად ვართ და ეს ძალიან სასიხარულოა. ძალიან კარგად გამოიყურები, გითხარი ხა თემა და ძალიან საინტერესო სტუმრებით წარგვიდგინე. კი ბატონო, აუცილებლად წარვადგენ და მინდა გითხრათ, ჩვენ ვისაუბრებთ პრობლემაზე და საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ ანტიდეპრესანტების თვითნებითად ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება. მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად ყოველი მეხუთე ადამიანი ხასიათდება ფსიქიკური აშლილობით. ძალიან ხშირად სუსტად გამოხატული სიმპტომები ის დიაგნოზის გარეშე რჩება, ხოლო სიმპტომები, რომელიც მკაფიო და აშკარა პაციენტები არ მიმართავენ ექიმს, ვინაიდან ფიქრობენ, ის შეიძლება და ეშინიათ, რომ საზოგადოებისთვის გახდებიან მიუღებლები და არ იქნება მათი თქვათ სოციუმში აქტივობა ადეკვატური. აქედან გამომდინარე შედეგებიც არის სავალალო. უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფრისთვის გამოიყენა და ასევე უნდა ვთქვათ, რომ ანტიდეპრესანტები არა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის დროს და არა მხოლოდ დეპრესიული აშლილობის დროს, არამედ ის ასევე გამოიყენება ნევროლოგიაში, როგორც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და მას რა თქმა უნდა ნევროლოგი ძალიან სწორად და მიზნობრივად გაგვიმარტავს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადად ანტიდეპრესანტების მიღების წესს და კულტურას, დროის ხანგრძლივობას, დოზების სუსტ დაცვას და ინდივიდუალურ შერჩევას და მეგობრებო, ძალიან ბევრი ადამიანი სვამს კითხვას და ნამდვილად ადეკვატურს და საინტერესოს რეალურად იწვევს თუ არა დამოკიდებულებას ანტიდეპრესანტები, რა მავნე თვისებები აქვს მის დადებითი თუ უარყოფითი შედეგები და სწორედ აი ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ორი არაჩვეულებრივი ექიმი ნევროლოგი ბატონი თენგიზ წულაძე და ექიმი ფსიქიატრი ბატონი გუგა სიხარულიძე. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. ასე რომ ალბათ თქვენს ირგვლივაც მეგობრებო ბევრი სვამს ამ კითხვას ანტიდეპრესანტების. მედგიჩით ძალიან ბევრი შეკითხვა არის მოსული. როდესაც მედგიჩი დავპოსტეთ, საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა მას და პირველი კითხვით გადავალ ბატონ თენგოსთან, როგორც ექიმ ნევროლოგთან. ბატონ თენგო, საინტერესოა რა ტიპის ნევროლოგიური პრობლემების დროს გიწევთ ანტიდეპრესანტების ჩართვა? პრობლემები ნევროლოგიური, რომლის გამოც ანტიდეპრესანტები ინიშნება, არის ქრონიკული პერსისტენტული ტკივილები, დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილები, ნეიროპათიული ტკივილები, სხვადასხვა არანევროლოგიურ დაავადებაზე, მაგალითად რეფრაქტორული გასტროდუოდენური რეფლუქსის, გასტროეზოფაგული რეფლუქსი, ანუ გულძმარვა, ჩემო ბატონო, როცა სხვა რამეს არ ემორჩილება, ნაადრევი აკულაციის სინდრომის სქესობრივი დისფუნქციების დროს, ფიბრომიალგია, რევმატოლოგიური დაავადებების, ასევე ჩვენ ვიყენებთ ამას მოსაზღვრე ფსიქიატრიული პრობლემების დროსაც, შფოთვითი აშლილობა, სომატოფორმული აშლილობა, რასაც უფლებას გვაძლევს ჩვენი კომპეტენცია სადამდეც ვწოდებით, ჩვენ ვნიშნავთ ხოლმე ხშირად ამისთვის მოგუმართავენ პაციენტს. ერთ მაგალითი, კონკრეტულ მაგალითად შემიძლია თქვა და თუ დამეთანხმებით, ესე იგი ბაბუის შემთხვევაში, ხო, ბაბუა ჩემთან, აი გაჟონვის შემდგომ დაუნიშნეს, ანუ ტვინში გაჟონვის შემდგომ დაუნიშნეს ანტიდეპრესანტები, ანუ ეს რის გამო მოხდა, იმიტომ რომ მართლა ხასიათი კი შეეცვალა, ნამდვილად შეიცვალა ადამიანი თლიანად. თუ მართლა ეხმარება რაღაც სისხლის მიმოქცევას თავის ტვინის მუშაობის დროს. კვლევები არის მაგას ჩატარებული, უფრო სერორალინზია ჩატარებული უმეტესად, რომ აჩქარებს აღდგენას და თუ აფაზია და მეტყველების დარღვევა ის, მაგრამ ეს კვლევები არ არის მყარმტკიცებულებაზე დამყარებული და მთლად ასეთ დიდ ფაორში არ არის. თუ პაციენტი დეპრესიაც აქვს და თან ეს მდგომარეობაც აღენიშნება, მაშინ ექიმები ნიშნავენ, იმიტომ რომ შეიძლება ამ მხრივ კონდეს ეფექტი აღდგენის თვალსაზრისით და დეპრესიას და შფოთვას კიდევ უხდება და ნევროლოგები ამ დროსაც ვიყენებთ. მოდი გადავიდეთ ახლა ფსიქიატრიულ საკითხს შევეხოთ, კი ფსიქიკურ აშლილობებს შევეხოთ და ბატონ გუგა, ერთის მხრივ საინტერესოა გაიზარდა თუ არა მომართვიანობა ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც საუბრობთ თქვა კოვიდ პანდემიაზე, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაიკეტდა, უფრო მეტი გამოვლინება პოვა და ამ დროს რამდენად ხშირად დაგჭირდათ თქვა ანტიდეპრესანტების გამოყენება პაციენტებში? მოგესალმებით, რა თქმა უნდა გაიზარდა, იმიტომ რომ კოვიდ პანდემია არაერთი ფაქტორით, არამედ რამოდენიმე მიზეზით მოქმედებდა, ანუ ფსიქიკურ პრობლემებზე. პირველი მიიჩნევა, რომ მას გარკვეული ანუ ნეიროტოქსიური მოქმედება ახასიათებს. თავად ვირუსს. დიახ, თავად ვირუსს და გარკვეულ ანუ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გავლენას ახდენს. მეორე ეს არის ანუ თვითონ ავადობა, როგორც სტრესი და ეს განსაკუთრებით გამოხატული იყო თვითონ პანდემიის პირველ ეტაპზე, როდესაც ადამიანები, როდესაც ავადდებოდნენ, ეს ძალიან სერიოზული სტრესი იყო, იმიტომ რომ არაპროგნოზირებადი იყო რამდენიმე არ იცოდი რა გემართებოდა. ხო, და სიცოცხლისათვის შესაძლო საფრთხეზე იყო საუბარი და
აი ჩვენ მაშინ პირველ მაისს ივნისში გავაკეთეთ ეს კვლევა, ანუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მცირე კვლევა იყო, ანუ არ იყო ეს ძალიან დიდ მასშტაბზე, იყო 100 ადამიანი გამოკვლეული და დაახლოებით 30%-ზე მოთ იყო შფოთვითი, დეპრესიული, ან პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის ნიშნები, რაც საკმაოდ მაღალი. და მესამე ფაქტორი, რაც არის, ეს არის ანუ თვითონ იზოლაციური სტრესი, იმიტომ რომ პანდემიამ ჩვენი ცხოვრების წესი ძალიან სწრაფად რადიკალურად შეცვალა და ამობუნებრივია ძალიან დიდი ანუ ზეგავლენა მოახდინა ადამიანების ანუ ფსიქოლოგიურ სტაბილურობას. და ბატონ გოგა, ინდივიდუალურად დაგჭირდა თქვა COVID პაციენტებისთვის ანტიდეპრესანტები სხვა სახეს არის თუ აი სტანდარტი არის? ეს ხო მიზეზი, რომელმაც დააგენერირა ბევრ შემთხვევაში ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, ეს ხო ერთ-ერთი კიდე დამატებითი მიზეზი, ამიტომ კურნალობის ტაქტიკა ნამდვილად ამ ხრივ ჩვენი კუთხით განსხვავებული არ იყო. მეგობრებო, სანამ თქვენ მობილიზდებით და მეთქიდის კითხვებს დასვამთ, მე ისევ მინდა დაუბრუნდე ბატონ თენგიზს და ბატონ თენგიზ, ხშირად მსმენია, როდესაც პაციენტს აქვს ნევრალგია, სხვა თქვათ ნერვის ანთება იქნება თუ აშლილობა სხვადასხვა, ამ დროს ხშირად ნევროლოგები ნიშნავენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, თქვათ ეფექტად ანტიდეპრესანტებს. აი ასეთ დროს რამდენი ხნით გიწევთ თქვენ ანტიდეპრესანტების გამოყენება და რა გვერდითი ეფექტები შეიძლება გქონდეს მას? ნევრალგიაზე ტკივილგამაყუჩებლის მაგივრად ანტიდეპრესანტის დანიშნა აი რატომ ეგეც საინტერესოა. შევეცდები კი პასუხოთ. ნევრალგიაზე ანტიდეპრესანტებს არ იყენებენ. ოღონდ ნევრალგიას ადამიანები, პაციენტები სხვა რამეს უძახიან და ექიმები სხვა რამეს. ნევრალგია არის გლოსოფარინგიული ნევრალგია, ტრიგემინული ნევრალგია, ინტერმედიუს ნერვის ნევრალგია. ესენი სხვა რამე ალბათ პაციენტები ამას არ გულისხმობენ და გულისხმობენ სხვადასხვა ტკივილებს. ეს უფრო ნეიროპათიული ტკივილებია. ამ დროს ქრონიკული პერსისტენტული ტკივილები, რომელსაც ხშირად ორი მექანიზმი აქვს ქრონიკული გავრცელებული ტკივილები, ერთი ცენტრალური სენსიტიზაცია და მეორე ნეიროპათიული ნერვის დაზიანებით და ტვინის დამახსოვრებული ტკივილი, ასე ვთქვათ, რომ თარგმნოთ ჩვენ ენაზე. და ასეთ დროს ვიყენებთ ჩვენ ანტიდეპრესანტებს. გააჩნია ანტიდეპრესანტებს, როცა ვიყენებთ, ყველა ანტიდეპრესანტი აქ არ მიდის. აქ ორი ტიპის ანტიდეპრესანტი მიდის. ვენლაფაქსინი და დულოქსეტინის ჯგუფის და ამიტრიპტილინის ჯგუფის ანტიდეპრესანტები, თქვათ. აქ არ იყენებენ, თქვათ, სეროტონის უკუშეწევის ინჰიბიტორებს, იმიტომ რომ ამათ აქვთ უფრო ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც და დეპრესია აქ არაფერ სხვაში არაა, უბრალოდ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამო ამ ცენტრალური დამახსოვრებული ტკივილის და ასევე ქვევით ნეიროპათიული ტკივილების. ანუ სწორად აღნიშნეთ, რომ ანუ გამიჯვნა ხდება თქვა ფსიქიკური აშლილობის თუ თქვა გამოიყენება სხვა ტიპის ანტიდეპრესანტების სხვა მოქმედებით და ფსიქიკური აშლილობის დროსაც გამოიყენება ეს ანტიდეპრესანტები. თუ მაგალითად პაციენტს აქვს დეპრესიაც და ტკივილიც, მაშინ ფსიქიატრი ამ ანტიდეპრესანტს აირჩევს, დულოქსეტინს ან ველაფაქსინს, მაგრამ თუ მარტო შფოთვითი აშლილობა აქვს სიტყვაზე გენერალიზებული, მაშინ ალბათ აირჩევს უფრო სეროტონის უკუშეწევის ინჰიბიტორს. აი ამიტომ არის რაც შეეხება ტკივილგამაყუჩებელთან ერთად გამოყენებას. ტკივილგამაყუჩებელთან ერთად ანტიდეპრესანტი უსაფრთხო არ არის ხშირად და უნდა მოვერიდოთ, იმიტომ რომ ტკივილგამაყუჩებელიც მოქმედებს სისხლის გათხელებაზე. არა, ასე არა, სისხლის გათხელებაზე ისიც მოქმედებს და ესეც. და ამიტომ მთლად უსაფრთხო არ არის და ექიმმა უნდა გაითვალისწინოთ, ამას მონიტორირება სჭირდება, ამიტომ არ შეიძლება ის ექიმოთ რო გამოვიყენოთ. ამას მონიტორირება ხშირად სჭირდება. არ ცვლის ტკივილგამაყუჩებელს, იმიტომ რომ როცა არის ქრონიკული გავრცელებული ტკივილი, ქრონიკული პერსისტენტული ტკივილი, მას სამი მექანიზმი აქვს. ერთ-ერთი არის ანთებადი მექანიზმი, მერე სტრუქტურული მექანიზმი და ცენტრალური მექანიზმი, ხოლო ამ ცენტრალურ მექანიზმზე მოქმედებს ანტიდეპრესანტი, მაგრამ სტრუქტურულ და ანთებად მექანიზმზე მოქმედებს ვარჯიში, მუდმივი რეგულარული ვარჯიშები და ანთებითი არასტეროიდული პრეპარატები. ერთმანეთს ეგენი ავსებენ და არ ცვლიან. თუ ნიშნავთ ანტიდეპრესანტს, არ ნიშნავთ მას 2 და 3 კვირიანი კურსით, ის ინიშნება 6 თუ 1 წელი და ხანდახან წლებიც. მაგრამ მას შესაბამისი მონიტორირება სჭირდება. პრეპარატი არ იწვევს დამოკიდებულებას, არც ერთი ანტიდეპრესანტი დამოკიდებულებას ცალსახად არ იწვევენ, თუმცა მათი არც უცებ დაწყება შეიძლება და არც უცებ შეწყვეტა. დოზირებულად, ხო? რა თქმა უნდა, რამოდენიმე კვირა გრძელდება ზოგჯერ და ზოგჯერ რამოდენიმე თვეც. აი ეს გამიგია, რომ არ შეიძლება ანტიდეპრესანტის უსვად მოხსნა, იმიტომ რატო? აი რაღაც შიმშილი იწყება ორგანიზმის თუ შედეგის მხრივ მერე ცუდი შედეგი. არა, შეიძლება რიკოშეტით ისევ დაბრუნდეს იგივე სიმპტომები, რაც ჰქონდა, უფრო მძაფრადაც. ამიტომ
ჯობია რომ პაციენტის დისკომფორტი არ მინიმალურია და რა არის ანტიდეპრესანტები? ახალ მაგთებს ისეთი კითხვა მინიმალური დოზა 100-მდე ანტიდეპრესანტია და თითოეულს ცალკე აქვს. თქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამსმენია რომ ანტიდეპრესანტი მინიმუმ 3 თვე უნდა არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ ამდენი დიფერენციაცია გავაკეთებთ, მაგრამ ყველასთვის გონიათ რომ მინიმალური ხანგრძლივობა თქვენ მეკითხებით. მინიმალური ხანგრძლივობა 3 თვე იყო, მაგრამ ახლა 6 თვეს წერენ ან 1 წელს. გააჩნია რისთვის გამოიყენება. თუ დეპრესიისთვის თითქმის 1 წელია, ხოსფოთვითი აშლილობისთვის 6 თვე 1 წელი. ამაზე ალბათ უფრო ფსიქიატრი დეტალურად გავცემს პასუხს. ძალიან დიდი მადლობა და გადავიდეთ. ხო, აი მედგიდში არის ერთი ასეთი შეკითხვა, რაც ვფიქრობ და ძალიან საინტერესოა. ნინია ზურაბიანის ვამს ასეთ შეკითხვას. ლაქტაციის პერიოდში რომელ ანტიდეპრესანტს გავუწევთ რეკომენდაციას? ორსულობის შემდეგ ძალიან ხშირია და ბევრისგან მსმენია სიტყვა დეპრესია და როგორ შეიძლება დავძლიოთ და რა ფაქტორები დაგვეხმარება ჩვენ დედებს გავთავისუფლდეთ ამ ძიმე ფსიქიკური ბატონ გუგას ეხება ეს შეკითხვა. მადლობა. დედები. ანუ წამ მედიკამენტებს ძირითადად შეზღუდვა ეს აქვთ, ანუ ორსულობა და ლაქტაცია. ანუ სასურველი არც ერთი ანტიდეპრესანტის მიღება არ არის ორსულობის დროს, თუმცა გამონაკლისის შემთხვევებში და გადაუდებელი აუცილებლობის დროს ორსულობა დროს ინიშნება უფრო მეტად მეორე ან მესამე ტრიმესტრში. ლაქტაცია კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა, იმიტომ რომ დედისძე არის ფაქტიურად სარკისებული ასახვა ჩვენი ანუ ორგანიზმის და მომენტალურად გადაეცა, ამიტომ ალბათ ლაქტაციის და ამიტომ ალბათ ნინის თუ შეიძლება ლაქტაციას აქ ერთი ასეთი საკითხი. ეს არის ფარდობითი ბავშვის ფარდობითი დოზა, ანუ რელატივ ინფანტ დოზი. რამდენი, ანუ როცა მიღებული პრეპარატი, რამდენი გადადის ძეში. და 10%-ზე ნაკლები თუ ითვლება რომ შეიძლება. ზოგიერთი პრეპარატები ამ შემთხვევაში 5%-ზე ნაკლებს რჩება. ერთადერთი რომელიც თეორიულად შეიძლება დავეთანხმებ ბატონ გოგოს უმრავლესობა არ შეიძლება, მაგრამ ერთადერთი რომელიც თეორიულად თუ აუცილებლობა შეიძლება გამოიყენო სერტრალინია. ანუ მაგის გარდა სხვას ვერ გამოიყენებ და საფრთხილოა ყოველ შემთხვევაში ბავშვზე მოქმედებს. იმ შემთხვევაში ძალიან ან ფსიქიატრი გადაწყვეტს რომ ალბათ ფსიქიატრი და ბატონო ჯობია რომ ესე იგი ნინიან ზურაბიან საკედან უთხრათ რომ ესე იგი პოსტორსულობის კი ამ მშობიარობის პერიოდში ბუნებრივად როგორმე გაუძლოს მდგომარეობას ვიდრე პრეპარატით. არა, მასე ნუ ვეტყვით, ფსიქოთერაპია არის გზა. ფსიქოთერაპია მაშინ ამაზე რა. მედიკამენტის არ მიღება. ფსიქოთერაპია კი ეს არის ამ შემთხვევაში ალბათ ალტერნატივა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ორსულობისგან განსხვავებით ლაქტაციის დროს უპირატესი ანუ მართვის კუთხით ისე რომ შეგიძლია ანუ ორსულობას ვერ შეწყვეტ უნდა დაელოდო ხო? ლაქტაცია შეგიძლია შეწყვეტო. ეს რაღაც მოკლედ თუ არის აუცილებლობა ლაქტაცია შეწყვეტო და მაშინ ბუნებრივია მაგაზე ვერ დაგეთანხმებით ბავშვი ჯობია რომ ძუძუ მიცეთ. ჯობია, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში. მეგობრებო, ჩვენ ახლა კი კარგად გვაქვს დრო და მოდი მაშინ შემდეგ მედგიდში დაისვა აქვე არის ძალიან ბევრი კომენტარია. ჩვენ ძალიან ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაცა ფართოდ რომ მოვიცვათ შეკითხვები ისეთი ავარჩიოთ. ქეთი ყიფშიძე კითხულობს, მავნებელია თუ არა ანტიდეპრესანტის ხანგრძლივად მიღება, მაგალითად 1 წელზე მეტი დროით და თუ იწევს ჰორმონალურ ცვლილებებსო. ბატონ გოგა რას გვეტყვით? კი, ანუ დოზირებას გააჩნია და ანტიდეპრესანტს გააჩნია, იმიტომ რომ არსებობს მაგალითად მაღალი დოზირების დროს არსებობს რისკი ჰიპერპროლაქტინების, ანუ პროლაქტინი ეს არის ასე ვთქვათ რძის ჰორმონი ქალბატონებში, შეიძლება მოიმატოს და შესაბამისად გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა. არცების შემთხვევაში ჰორმონალური არცების შემთხვევაში რა თქმა უნდა მომატებული პროლაქტინი მით უმეტეს სასურველი არ არის, იმიტომ რომ სხვადასხვა სექსუალურ დისფუნქციას ან რაღაც ან ლიბიდოს გავლენას ახდენს, მაგრამ აქ საუბარია რამდენად უფრო სელექტიური, ანუ ყველა ანტიდეპრესანტი ერთნაირად აიწევს და თავარია დოზირება, სწორი დოზირების შეჭრა. აქვე გამიშთა ხანგრძლივობაზე კითხვა, მოკლედ თუ შეიძლება და იქნებ თუ გნებათ ორივე მიპასუხეთ. ფრაზა რომ აი მთელი ცხოვრება ანტიდეპრესანტებზეა. შესაძლებელია თუ არა ეს მართლა რომ მთელი ცხოვრება ადამიანი ანუ არ დაიწყო თორე მე მთელი ცხოვრება მოგიწევს. ან იყოს ანტიდეპრესანტებზე, აი მთელი ცხოვრების განმავლობაში და ეს ჩვენება არსებობს თუ არა რეალურად, თუ რაღაც მითია. იცით როგორ რაღაცა, ანუ ჯერ პირველ რიგში სიტყვა წეგან ბატონმა თენგომაც ახსენა, რომ დამოკიდებულებას არ იწევს, უბრალოდ დამოკიდებულება ამ სიტყვის მნიშვნელობით ზოგჯერ არასწორად გამოიყენება, უბრალოდ ანუ პოპულაციაში ხალხი ესე ვამბობ, დამოკიდებულება ანუ ის რომ ჩვენ რაღაც წამალი შეიძლება დაგწვდეს ხანგრძლივად ან მუდმივად ეს ანიშნავს რომ ეს წამალი იწვევს დამოკიდებულებას მაგალითად
არტერიული ჰიპერტენზია, ხო, როგორც წესი არის ქრონიკული დაავადება, დიახ, ანუ ესენციური ჰიპერტენზია ან დაავადება რო ჩამოყალიბდება, ეს შეიძლება ჩვენ მთელი ცხოვრება უნდა მივიღოთ ან დიაბეტი. მაგრამ ეს ანიშნავს, რომ ანუ ჰიპერტონიის სამკურნალო, ანუ წრევის სამკურნალო მედიკამენტები იწვევებოდ პრობლემა რადგანაც არის ქრონიკული, ან ხანგრძლივი შესაბამისი ვადით ჭირდება ამ მედიკამენტსაც მიღება. ამიტომ დეპრესიაც ან შფოთითი აშლილობაც შეიძლება იყოს გარდამავალი დროებითი და შესაძლებელია რომ არსებობს იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ არსებობს ქრონიკული ან ხშირად მორიციდივი, ანუ პერმანენტულად მუდმივად გამეორებადი ფორმები, მაგალითად რეკურენტული დეპრესიული აშლილობა, რომელიც ხასიათდება, რომ 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ ადამიანს მუდმივად ემართება სეზონური დეპრესია, როდესაც ადამიანს ყოველ წელს მაგალითად გაზაფხულზე ან ზამთარში აღარ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია, როდესაც ეს დაზუსტდება, ეს დიაგნოზი ჯობია რომ იყოს მუდმივად დაცული, იმიტომ რომ ჯობია, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ეს აუცილებლად განმეორდება, დაავადება ქრონიკულად მიდის, სულ დაცული ვიყო და სტაბილურობა შევინარჩუნოთ, ვიდრე აუცილებლად გაგვიმეორდეს, ისევ წამოვიდეს დეპრესია და მერე ისევ ცხოვრების რეჟიმზე საისახება ეს. პირველივე დღეს ვერ მოახდეს მოქმედებას, ხო, მასაც ჭირდება 2-3 კვირა და ზოგჯერ მეტიც, ხო ესე? ამიტომ ასე ერთი კითხვა არის კიდე მედგიდის აუცილებლად წავკითხოთ, შემდეგ კიდე გადავიდეთ სხვა კითხვებზე. თამუნა ნინიაშვილი წერს, მე მგონი ძალიან აქტუალურ კითხვას ჩემი აზრით. ძალიან ხშირად ადამიანები ვერ წყვეტენ ვის მიმართონ სამკურნალოდ მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დარღვევის დროს. კარგი იქნება თუ გააკეთებთ აქცენტირებას ამ ხრივაც და მისცემთ მიმართულებებს. მეტიც ზოგი ფიქრობს, რომ ფსიქიატრი მხოლოდ გიჟების ექიმია და თუ ვინმე ურჩიე ფსიქიატრთან კონსულტაციას შეურაცხყოფად ხშირად არის ეს, რომ რა მინდა კაცო ფსიქიატრთან. ეს სტიგმა არის მართალია. პირველი რგოლი როცა ხვდები, ამიტომაც ხვდებით ნევროლოგები, როგორც პირველი რგოლი ასეთ პაციენტებს. მე გამოვყოფთი, არ ვიცი ბატონი უგა თუ დამეხმარება, არსებობს ამბულატორული ფსიქიატრია და არსებობს დიდი ფსიქიატრია, სადაც პაციენტი შიზოფრენიით და სხვა მძიმე დაავადებებით იყვნება. ამბულატორული ფსიქიატრიის თემა, ნევროზი, შფოთვა, სომატოფოლოგია რაღაც გარკვეულ დონემდე, რაღაც გარკვეულ დონემდე ისიც შეიძლება. უძილობა კიდევ ცალკე თემაა, რომელიც საკმაოდ მძიმე და ძნელად სამკურნალოა. რაღაც დონეზე, ამიტომ ჩვენ ხვდებით ნევროლოგებიც და ოჯახის ექიმებიც. ყველა ამ მათგანს ჩვენი როლი გვაქვს ამ დაავადებების მართვაში. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. იმის ზევით ჩვენ არა გვაქვს როლი და ჩვენ მაშინ ურჩევთ პაციენტებს და ვამბობთ, რომ არა, თქვენ მე ვერ გიმკურნალებთ და ჩემს ზედარგოლს ფსიქიატრს უნდა მიმართოთ ამ დაავადებაში და ნუ საბოლოო სიტყვა ფსიქიატრ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავიდანვე არ შეუძლია ფსიქიატრს მიმართოს. ეხლა გამახსენდა პაციენტი ხშირად ჩვენთან პაციენტებს, ანუ აი ნევროლოგი კაბინეტში ნევროლოგთან მივდივარ, უფრო არ ტეხავს და უფრო მარტივად ვიდრე ფსიქიატრთან, ხო, მაგრამ ნევროლოგებმა იციან, მე გადაამისამართებენ ხოლმე ძალიან კარგად ფსიქიატრებთან. როცა არის ახლა თუ არის პაციენტი დეპრესიით, რომელსაც სუიციდალური ფიქრები აქვს, იმას ვერ ჩავერევით ჩვენ საშიშია, იმიტომ რომ უამრავი თემა და ამ დროს გვინდა რომ ჩვენს დახმარება გვჭირდება ფსიქიატრების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა. აი ბატონ გუგა, თქვენ შემთხვევაში აი რაღაც ეს სტიგმა, ეს სტერეოტიპი რომ დავარღვიოთ და რომ მიმართოთ ერთგვარი მიმართვა გააკეთოთ, რომ არ ხართ საშიში, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი შემდგომ ასოციალური იქნება. მე შემიძლია შევუერთდე პირად მაგალითზე და ბევრჯერ ვარ ნამყოფი და თუ კი ვინმესთვის მე შეიძლება რომ ანუ ჩემი სიტყვა იყოს ანუ წარმოადგენდეს ავტორიტეტს და განსაკუთრებით კიდე ანუ ახალი თაობისთვის მართლა ფილმებში ხომ მაინც გინახავთ რა, იქაც თუმცა სტიგმას ხელს უწყობენ ხოლმე, მაგრამ დასავლური ცივილიზაციისთვის ეს ძალიან ჩვეულებრივია და მე მგონი აღარ არის ისეთი მდგომარეობა 20 წლის წინ, 15 წლის წინ კიდევ უფრო მეტად იყო. ეხლა უკვე აღარ არის, არა, მაგრამ მაინც კარგია თუ მხარში ამოუდგები და ჩვენ ეხლა აი ჩვენს მაყურებელს ამ დროს გამოიყენებ და ეტყვით რომ თამამად გადადგან ეს ნაბიჯი. ამასთან ერთად კიდევ აი ესეც მივაბათ, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი, თქვათ, მიმართოს ფსიქიატრს, მისი დანიშნულებით გამოიყენოს ანტიდეპრესანტი და არა, თქვათ, მეზობლის, მეგობრის გამოცდილებით თუ რჩევით. და რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთან ვიზიტი? კი ბატონო, ანუ სტიგმა ალბათ ეს არის ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც ყველაზე ხშირად უნდა ტრიალებდეს ჩემი აზრით მედიის კუთხით, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მძლავრი და სერიოზული და პირველადი ბარიერი, რომელიც მე ფაქტიურად შეუძლებს ზოგჯერ პრობლემის მოგვარებას. პირველი არის ის, რომ ანუ ანტიდეპრესანტებზე ვიშაუბრეთ, რომ დამოკიდებულებას არ იწვევს და
ეგრეთ ანუ სახელი აქვს ცოტა ისეთი შესაშინებელი და ჩემი აზრით ეს სახელი თუ შეიცვლებოდა კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ანტიდეპრესანტი ქვია, თუმცა ეს პრეპარატი პროცენტულად რო ავიღოთ, უფრო ხშირად და უფრო მეტი გამოიყენება შფოთი აშლილობების დროს, ანუ ეგრეთ წოდებული ნევროზის დროს, ვიდრე დეპრესიის დროს. ანუ პროცენტულად რო ავიღოთ მოსახლეობას, იმიტომ რომ შფოთი აშლილობა გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე დეპრესია, ხო ესეა? ამიტომ ეს არ არის მარტო დეპრესიის წამალი, არ არის საში, არ იწვევს დამოკიდებულებას, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ მას არ ჭირდება სწორი მართვა. აბსოლუტურად უსაფრთხო წამალი არ არსებობს, თუ არ არის მისი მართვა სწორად ჩატარებული, ჩვენ C ვიტამინს ან ასპირინს ან პარაცეტამოლიც რომ მივიღოთ, მერწმუნეთ, მათი გართულების რისკი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს და ძალიან სერიოზულ მომამდე მივიყვანოს. მეორე, ეს არის ანუ სტიგმა და განსაკუთრებით ანუ ფსიქიკა, ეს ორი ასე სადაც ფიგურირებს, იქ სტიგმა უფრო მაღალია. ზოგადად ადამიანები მიდრეკილი ვართ სტიგმისკენ მედიცინას და დაავადებასთან დაკავშირებით და ჩვენ ზოგჯერ ელემენტარულ პრობლემას ჯანმრთელობის არ ვაღიარებთ, მაგალითად დროულად არ მივდივართ სტომატოლოგთან, მარტივ კარიესზე და მივდივართ მაშინ, როდესაც წყვილის ექსტრაქცია გვჭირდება, ან მარტივ გასტრიტზე არ მიმართავთ, როცა პატარა ჩივილები გვაქვს, სანამ წყვილით არ გაგვირთულდება და ახლა ეს ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ხო? მაგრამ ფსიქიატრის ანუ შემთხვევაში ფსიქიკური პრობლემების უფრო სწორად სტიგმა გაცილებით მაღალია. და ეს მინდა უთხრა, რომ აი ჯოგზე ჩვენ რო გონია ეგრეთ წოდებული ბწყალებში დასამშვიდებლები ვიღებთ და ნუ კიდე ესეთი არასწორი შეხედულება, რომ სცენარიული დასამშვიდებლები არის უფრო უსაფრთხო ეს ხო, ანუ ეს არ არის სწორი, არ არის ჯოგზე ჩვენ რო გონია ეგრეთ წოდებული სცენარიული ნივთიერებები, ბატონი თეკო დამეთანხმება შეიცავს ფენობარბიტალს. ბარბიტურატებს, რომლის დამოკიდებულების ხარისხი კიდე უფრო ბევრად მაღალია, ვიდრე ეგრეთ წოდებულ ბენზოდიაზეპინებზე ან ეგრეთ წოდებულ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე. სხვადასხვა მცენარეებით დამშვიდება ეს ხო, მთავარი მექანიზმი რა არის, თორე მცენარეა მასე ოპიუმიც, კოკაინიც, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ის უსაფრთხოა, ხო ესეა? მაგის გვამონდა. არა მარტო ეს კიდე სხვა პრეპარატები. არა, კიდე სხვა პრეპარატებიც არის და მაგითო. ხო, იცით რა არის, კიდე ერთი კითხვა. აი, ყველაფერსო დეპრესიას ეძახიან ილო ეს. სანამ ყველაფერს ანუ ეგ კიდე ცალკე საკითხი არის, მაგრამ უბრალოდ ჩემმა ერთმა მეგობარმა გააერთიანო ნევრასთენიაში, როცა არ მისული დეპრესიამდე. შეიძლება იყოს დაქვეითებული განწყობა, აღიზიანებადობა, აგზნებულობა, მაგათ ცალ-ცალკე კოდები აქვს. ეხლა თუ ეგ თემა მოიტანა, მოდი მაშინ მაყურებელს ვუთხრათ, როგორ უნდა გაარჩიოს ეს ეწყება თუ არა დეპრესია და თუ ცუდად არის ამას, აი ცუდად თუ არა? რა დროს უნდა მიხვიდე? ხო, როდის მივიდეს მართლა? იცი რა, როცა დისკომფორტი შეექმნება და თავის საკუთარ თავს და გარეშე მომყოფებს. მაშინ უნდა მივიდეს, ასე ვერ გაარჩევს ახლა. ინდივიდუალურია თან ახლა. ძალიან ზოგიერთ ცხოვრული დაბალი აქვს და ცოტა შემთხვევაში ექნება დისკომფორტი, ზოგს მაღალი აქვს და თავის დისკომფორტის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს. ახლა ყველა ექიმთან მივიდეს ცოტა უხასიათობის გამო, ასე საჭირო არ არის. თუ ეს სიმპტომები ორ კვირაზე მეტი ხანი გრძელდება, მაშინ ჯობია რომ მივიდეს ექიმთან. ხო, უბრალოდ აი ერთი რაც მართლა მაინტერესებს, ჩემ მეგობარი არის, რომელიც ფსიქიატრია და ადრე საუბრის დროს ესეთი რამე თქვა, რომ ანუ ფარმაცევტიკა იმდენად განვითარდაო, რომ ფსიქოთერაპია ნაკლებად აქტუალური გახდა. და ეს მართლა ესე არის, თუ გარკვეულწილად კიდე რაიმე შეიტყო, მედიცინა ძალიან სწრაფად იცვლება, ვითარდება, სხვადასხვა ტენდენციები იკვეთება. ფარმაკოლოგია ძალიან განვითარებულია, მაგრამ ფსიქოთერაპია არ გახდა ნაკლებად აქტუალური, იმიტომ რომ უფრო ფსიქოთერაპია უფრო ის არის, ასე ვთქვათ, ძვირიც შედარებით ვიდრე ფარმაკოთერაპია და უფრო დროსთან დაკავშირებულიც არის. პრეპარატს აი ადგები დილას და დალევ ერთხელ დღეში ინიშნება, ფსიქოთერაპევტთან უნდა დაგეგმო ვიზიტი, მიხვიდე რამოდენიმე ვიზიტი და პროცედურულად უფრო, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ორგანიზება ჭირდება და ალბათ ამის გამო, თუმცა ხალხი სარგებლობს ამით და სულაც არ არის ფსიქოთერაპია, ასე ვთქვათ, უსარგებლო. სწორად თვითონ საკითხის დაცვა მიმაჩნია მე არასწორად, რომ შედარებაში ადამიან, რომელიც აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა, აი ესე ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვანდი, ანუ დაზიანებული ავტომანქანას, რომ შეკეთება ჭირდება, ეს შეკეთებას, ასე ვთქვათ, იქ ძრავის ამ შემდეგ ამას აკეთებს ანუ ფარმაკოთერაპია, ხოლო ფსიქოთერაპია გვასწავლის ამ მანქანის კარგად მართვას. ამიტომ, როდესაც ეს ყველაფერი არის თავსებადი და ერთდროულად ხორციელდება, შესაბამისად საბოლოო ეფექტი უფრო მეტია. რაც შეეხება წინა კითხვაზე, მეც მინდა ბატონ თეკოს კომენტარს დავამატო, ანუ როდის მიმართოთ? ანუ მედიცინას აქვს ორი დანიშნულება. პირველი ეს არის, რომ ჩვენ
ჩვენი სიცოცხლე დაიცვას და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადებები ან პერსპექტივაში გართულებადი დაავადებებისგან გვიმკურნავს და მეორე ეს არის ისე რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესოს, ხო? ამიტომ თუ ჩვენთვის ანუ მაგალითად ახლა ჩვენ რო საუბრობ დეპრესია, ძალიან ბევრი დეპრესიის ქვეტიპი არსებობს, ძალიან ბევრი. ეს უთა მაგალითად დისთიმია, რომელიც არ არის ძლიერი დეპრესია, მაგრამ გახანგრძლივებულია 6 თვე, 1 წელი, 2 წელი და შეიძლება წლებით გაგრძელდეს. თქვა დიდი ეგრეთ წოდებული დეპრესია, რომელიც ძლიერი შეტევებით ხასიათდება, ანუ განმეორებადი დეპრესია, ბიპოლარული ძალიან ბევრი ფორმა. ამიტომ ადამიანმა მაშინ უნდა გადაწყვიტოს, რომ მიმართოს სპეციალისტს, როდესაც ეს პრობლემა ამ შემთხვევაში ფსიქიკურ პრობლემაზეა, მას უშლის ხელს. შრომის უნარიერობა აღარაა. ხო, ანუ კეთილდღეობა, ანუ well-being-ი არ არის ამის ზუსტი თარგმანი სამწუხაროდ ვერ ხდება, მაგრამ ვითარგმნება რომ როდესაც ჩვენს კეთილდღეობას ჩვენი რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა, მათ შორის ფსიქიკური, ანუ ფსიქოლოგიური არღოს. მაშინ უნდა მივიდეთ სპეციალისტთან. აი, მეგობრებო, ჩვენ ვისაუბრეთ პროფესიონალ ექიმებთან ერთად ანტიდეპრესანტების დადებით მხარეებზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია სხვადასხვა თქვათ დაავადებების თუ ფსიქიკური აშლობის დროს მათი გამოყენება, რომელიც თქვათ გვეხმარება მკურნალობაში. მაგრამ ასევე ძალიან მინდა განმარტოთ, თუ როგორი მავნებელია ანტიდეპრესანტი, თუ ის გვერდითი ეფექტები ერთია, რაც ახლავს თქვათ მიღების პროცესში, მაგრამ მე ვგულისხმობ, როდესაც ხდება თვითნებითი მიღება და ექიმის მონიტორინგის გარეშე გამოყენება რა აგერ ჩემი და ქალისვამს და ისე უშველა მეც დავოლე. ხო, აი ეს მინდა ორივე თქვენგანისგან მინდა მოვისმინო. ბატონო, შევეცდები მე დავიწყო ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით და ბატონი გოგა მე განავრცობს. შეიძლება მასეც იყოს, რომ ქალმა დალიოს იმის გამო რომ უშველა და ამასაც უშველოს და 90%-ში პრობლემა შეიძლება არ იყოს და მართლაც გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობაც. მაგრამ საქმე ამაში არ არის, ის 10%-ია ზუსტად ის პრობლემა, რომელიც დროსაც შეიძლება გართულებები მოქცეს. პირველი ესეთი ძირითადი საშიში გართულება ამისი სეროტონინ ერგული სინდრომია, რომელიც ჭარბი სეროტონინის გამოყოფას შეიძლება მოხდეს და საშიში სინდრომია საბედნიეროდ იშვიათია და რა ვიცი, იშვიათად, თუმცა მისი დიაგნოსტირებაც სრულყოფილად არ ხდება და ეს პრობლემური დაავადებაა თუ განვითარდა საშიში დაავადება. გარდა მაგისა, ეს პრეპარატები წონის მატებას იწვევენ ხანგრძლივი ხმარებისას, მადის მომატებით, საშუალებით, სქესობრივ დისფუნქციას იწვევენ, ჩემო ბატონო, წნევის ცვალებადობას იწვევენ, ანუ ორთოსტატიული წნევის ცვალებადობა ქვია წამოდგომისას შეიძლება გონება დაკარგოს და ამასთან იყოს დაკავშირებული. კარდიალურ პრობლემებს იწვევენ. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ტრიციკლური ანტიდეპრესანტს, ანტიქოლინერგული ეფექტი ქვია მაგას, იყო კითხვა დასმული ამის შესახებ ვიღაცებისგან, არის პირის სიმშრალე შეიძლება მოყოლდეს თუს ანტიდეპრესანტული დოზით მიდის და შეიძლება კარიესი გამოიწვიოს, ხედველობის გავარესება. ნუ კარიეს ამას სჭირდება მონიტორირება. განსაკუთრებით თუ სხვა პრეპარატებთან ერთად ღებულობ, მაშინაც კარდიალური მონიტორირებაც დასჭირდეს და ამ საფრთხეების გათვალისწინებითაა საჭირო ეს ექიმის კონსულტაცია. თუმცა კი 90%-ში შეიძლება მართლაც ამანაც დალიოს მეზობლის რჩევით და მიიღოს კიდეც შედეგი. იმიტომაც აქვს იმ მეზობლის რჩევას ღირებულება, რომ ვიღაცამ დალია და ხო თვითონაც დაუწია წნევა, თვითონაც გახდა უკეთეს ხასიათი. ასე არ არის. და ბატონ გუგა, ფსიქიკური პრობლემით შეიძლება კიდევ უფრო გაუმძაფროს, თქვათ რა პრობლემაც მოხდეს. არა, გამძაფრებით ის რომ მედიკამენტმა დააზიანოს ან დაავადება გაამძაფროს ამ შემთხვევაში ანტიდეპრესანტმა ეს არ არის სწორი, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ანუ არასწორმა მკურნალობამ და არასრულფასოვანმა შედეგმა, ანუ ჩვენ როდესაც ნახევარ მკურნალობა, მოდი ასე დავარქვათ, ხო? თვითნებურად შეიძლება რაღაცა სიმპტომების, ანუ შემცირება, რედუცირება გამოიწვიოს, მაგრამ იმის გამო რომ არ მოხდება დაავადების სიღრმისეულად მკურნალობა, პერსპექტივაში ეს დაავადება უფრო დამძიმდეს. არა წამალმა დაამძიმოს, ეს ხაზი უნდა გაუშვათ, არამედ არაეფექტურმა მიდგომამ, არასრულფასოვანმა მკურნალობამ. ანუ ჩვენ შეიძლება აი მოდი ავიღოთ ისევ კარგად მაყურებლისთვის მაგალითი ავიღოთ წნევა ან დაავადება არტერიული ჰიპერტონია, ხო? არის შეიძლება ჩვენ თვითონ მივიღოთ ეგრეთ წოდებული წნევის დამწევი მედიკამენტები და ერთი შეხედვით თითქოს პრობლემა დროებით მოიხსნას, იმიტომ რომ რამდენი წნევა მოგვიმატეს, მივიღოთ ეს მედიკამენტები თვითნებურად, ხო ესეა? მაგრამ იმიტომ რომ ეს არ არის ამ დაავადების სიღრმისეული სწორი მკურნალობა,
პერსპექტივაში ეს დაავადება დამძიმდეს და მაგალითად ის გართულებები, რომელიც შეიძლება ქონდა მას 10 წლის მერე, კარგი მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გაცილებით უფრო ადრე. აქაც ამასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში, როცა არის ერთჯერადი მსუბუქი ეპიზოდი შფოთითი აშლილობის ან გუნდების განწყობის დარღვევით, მან შეიძლება გადაგვალახინოს ეს პრობლემა, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით წინასწარ როგორ არის. ამიტომ სპეციალისტთან მისვლა აუცილებელი. ჩვენი სპეციალობა აქ ერთი სირთულე. ან ჩვენ სპეციალობაში არ არსებობს კვლევა, ანალიზები, რაც მოგცემს იდეალურ, ანუ შეფასებს მაგალითად რომ კარდიოლოგიის, ენდოკრინოლოგიისგან განსხვავებით. ჩეკლისტი არ არის რაღაც. ანუ არ არის, ანუ ეს ძირითადად არის, ანუ დაკვირვებაზე და კლინიკურ, ანუ ადამიანთან სპეციალურთან ურთიერთობაზე. ზოგჯერ ბევრი დრო ჭირდება, რომ ეს დასკვნები გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენა ეს საინტერესო და ამომწურავი პასუხებისთვის და ალბათ დამეთანხმებით რომ ბევრ კითხვაზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი. თქვენ კი შეგახსენებთ რომ MedGidi არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ თქვენი პრობლემების შესახებ თავისუფლად გამოგზავნოთ კითხვები, მოგვაწოდოთ. ტელეკომპანია მთავარი კიდე არის სისარხი, სადაც შენი დილის MedGidi მერე ტელევიზიის ბლოკად იქცევა ხოლმე. აუცილებლად და დღევანდელი დღეც არის იმის დასტური რომ თუ კი გაქვთ პრობლემები, ამ შემთხვევაში იქნება ნევრალგიური, ნევროლოგიური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და სწორი მკურნალობით მიიღოთ ის შედეგი, რაც რეალურად ყველას უჭირდება. კიდე ერთ რამეს დავამთავრე. მაგ პრობლემის დროს ყველა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ მოძებნონ საკუთარ თავში ძალა, რომ ხმამაღლა თქვათ, დახმარება მოითხოვთ. ანუ როცა ვიღაცა დამეხმარეთ. ანუ თქვით თუ გჭირდებათ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, იმიტომ რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ნამდვილად. გემშვიდობებით.